ეს ნამდვილი ამბავია, ჩემ ცხოვრებას დავარტყი, თავიდან წრე თუ გატყუებდე. თუ არ გჯერა, დაგუგლე. ძმაკაც, თუ არ გინდა შოკისგან ინერვიანო ამ ვიდეოს არ უყურო. გეკითხები, ეს ბავშვია თუ პატარა კეთილმოტყნული ეშმაკი. ეს გოგო მერი ბელი და ჭირიდა დოზანა ამას. დაიბადა 1957 წლის 26 მაისს სანდერლენდში, ინგლისი. გაიზარდა მძიმე ოჯახური წნეხის ქვეშ, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო თავად. მას არ ჰქონდა სტაბილური გარემო, რამაც მოგვიანებით გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. მოკლედ, 1978 წლის 25 მაისს 10 წლის იყო მერი ბელი, როდესაც თავისი მსხვერპლი მარტოდ მოთამაშე დაინახა ქუჩაში. ბავშვური მანიპულაციით მოიახდინა მსხვერპლოდ 4 წლის უმანკო ბავშვზე კონტროლი. ამითი თვითონ ემოციურად ივსებოდა. გაიყვანა მიტოვებულ სახლში, ხელზე ხელები მოუჭირა და დაახჩო შიშველი ხელებით საცოდავი ვიღაცის საყვარელი შვილი 4 წლის მარტინი. ამ ალქაჯზე საზიზღარმა მერი ბელიმ დატოვა ცხონებული მსხვერპლი მიტოვებულ სახლში და წამოვიდა მშვიდად ვითომ არაფერი ჩაუდენია. მეორე დღეს მსხვერპლი სხვა პატარა ბავშვებმა იპოვეს. პოლიცია ყველგან ყლეობა როა, თავიდან ვერაფერი აღმოაჩინეს. უბედურ შემთხვევას მიაწერეს ფაქტი, იმიტომ რომ აშკარა დაზიანებები არ ეტყობოდა ცხონებულ ანგელოზს. მხოლოდ რამოდენიმე კვირის მერე მიხვდა პოლიცია, რომ საქმე სერიოზულ დანაშაულთან ჰქონდათ. ამ ყლე ბავშვა მერი ბელის, ასე ვთქვათ, გაეხსნა ერთი მსხვერპლის მერე და რამოდენიმე თვის შემდეგ, უკვე 11 წლის ასაკში, 31 ივლისს, თვალი დაადგა 3 წლის ანგელოზს, ბრაიანს. მერი ბელი თავის მეგობართან ნორმასთან ერთად თამაშობდა ქალაქის უკანა უბანში. პატარა ბრაიანი ამ ორმა წაიყვანეს მიტოვრებულ ნანგრევებზე, თინ ლიზი ის სახელით ცნობილ ადგილას. ამ ფსიქოლოგიურად და სულიერად მახინჯმა ბავშვმა ხელი მოუჭირა ბრაინს ხელზე, მეორე ხელით ცხვირზე უჭერდა და ესე წამებით გამოასალმა სიცოცხლეს და ცოცხალი არსება უცებ ცხონებულად გადააქცია. შემდეგ მერი ბელიმ აიღო მაკრატელი და მაკრატლით დასერა უკვე მიცვალებული და ცადა M100 ამოეკაწრა მუცელზე. დილიდან ბევრი ბავშვი და მეზობალი ეძებდა პატარა 3 წლის ბრაიანს. ეს დედამოტყნული მერი ბელი და მისი მეგობარი ნორმაც ჩართულები იყვნენ ძებნის პროცესში. საბოლოოდ საღამოს აღმოაჩინეს გვამი. მკვლელობის მკაფიო ნიშნები იყო: კისერზე ზეწოლა, ციანოზი ტუჩებზე, ჭრილობები ხელზე, მაკრატლით და მილით ნაკაწრები. მოკლედ მერი და ნორმა მეორე დღესაც მივიდნენ მკვლელობის ადგილას. ბავშვებს აჩვენებდნენ, აქ ეგდო ბრაიანიო. და მერიმ ახსენა, რომ ის იყო ხელებით გაგუდული, რაც არ იყო საჯარო ინფორმაცია. კიდევ ბევრი მსგავსი უცნაური ქმედება ჩაიდინა. საბოლოოდ პოლიცია მივიდა მერი ბელის კვალთან. მისი წერილებიც იპოვეს, სადაც წერდა, რომ მერი ბელი ისევ მოკლავდა ვინმეს. საბოლოოდ ნორმა გამოუშვეს, მერი ბელი კი დააკავეს. მოსამართლემ თქვა, რომ ის ყველაზე საშიში დედამიჯლეტილი ბავშვია. მას მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, მაგრამ პასუხისგებლობის შემცირებით. რადგან მას ჰქონდა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები, ანუ არა ჩვეულებრივი ციხე, არამედ ბავშვთა სასჯელახსრულებითი დაწესებულება, სადაც მისი საქმე პერიოდულად გადაიხედებოდა. რეალურად მან 12 წელი გაატარა სხვადასხვა დაწესებულებაში. 1980 წელს 23 წლის ასაკში მერი ბელი საბოლოოდ გამოეთრა ციხიდან. თუ მოგწონს მსგავსი ვიდეოები, გთხოვ გამაგებინე კომენტარებში. პუ, კათ.